აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძემ მოქალაქეების პრობლემები მოისმინა, რომელიც ძირითადად დასაქმების ხელშეწყობას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უკავშირდებოდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად ჩასახლებაში არსებული სირთულეებისა, ბოლო პერიოდში მდგომარეობა გაუმჯობესდა და სამომავლოდ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივად განახორციელებენ. იმყოფებოდით წყალტუბოში, სადაც შევხვდით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში ჩვენს დევნილებს, ადგილზე გავეცანით პრობლემატიკას, მოვისმინეთ მათი საჭიროებები. სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად შეეცდება ამ გამოწვევების და პრობლემების გადაჭრას. მე ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც აქტიურად გვიჭერს მხარს. სასიამოვნო შეხვედრა იყო ძალიან, გავიარეთ ჩვენი პრობლემები რაც არის, მოისმინეს, თვითონაც გვითხრას, რაც შეუძლია დახმარება და რაც ხშირად იქნება ეს შეხვედრები, ჩვენთვისაც უკეთესი იქნება და ველოდებით უკავშირს.